ვაგრძელებთ ჩვენი ვრცელი ისტორიის თხრობას, ეპიზოდი მე-4 და ჩვენ წინა ეპიზოდში მიმოვიხილეთ ევროპაში გაფორმებული წმინდა ალიანსი, ის ბალანსი, რაც დამყარდა ვენის კონგრესის შემდეგ და ამავე დროს შევეხეთ მონროს დოქტრინას, როგორც წარმოიშვა და რა ექსკლუზიური უფლება მოიპოვა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დასავლეთ ნახევარსფეროზე. უკვე დავიწყეთ ჩვენ თხრობა ევროპაში იმ დროისთვის ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს რუსეთის შესახებ, რომელსაც პრაქტიკულად ჰქონდა მთავარი ამოცანა განეხორციელებინა თავისი მონროს დოქტრინა და მოეპოვებინა უსაფრთხოება. მე გურამ ნიკოლაშვილი ვარ, ჩვენი მთავარი მთხრობელი არის თორნიკე შარაშენიძე, რომელიც სწორედ ამ მომენტიდან გააგრძელებს თხრობას, ვიდრე მივალთ ყირიმის ომის ამბავამდე, რამაც შეცვალა უკვე ევროპაში აგებული ბალანსი, მანამდე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მსმენელს აუხსნათ რა არის ამ დროს რუსეთი და რა ესწრაფვის რუსეთი თავისი უსაფრთხოების მოსაპოვებლად. კი, იმიტომ რომ ეს განმეორდები უკავშირდება საქართველოსაც. რუსეთის იმპერია ისევე როგორც ნებისმიერი დიდი სახელმწიფო ცდილობს, რომ კონდეს დაცული საზღვრები და კონდეს გავლენა ნახევართავის სამეზობლოში. ყველაზე უფრო მტკივნეული წერტილი რუსეთის იმპერიისთვის იყო შავი ზღვა. მოყოლებული, რა ვიცი, ალბათ მოყოლებული პეტრედან. პეტრე, როგორც ცნობილია, ახერხებს იმას, რომ გაიჭრას ბალტიის ზღვაზე. უმცირე ჩაკეტილი იყო იქამდე ხმელეთზე ზღვებზე ვერ გადიოდა. ჯერ კიდევ იმანებრის ხანს ჰქონდა ცდილობა, რომ გაჭრილი იყო ბალტიის ზღვაზე, ვერ მოახერხა და ამარცხეს, დარჩა ჩაკეტილი რუსეთი ხმელეთზე. პეტრე იწყებს გაჭრას ზღვებისკენ, ჯერ ახერხებს იმას, რომ უცებ დაესხმა თავს თურქებს შავ ზღვაზე და წაართვებს აზოვის ზღვას. და მერე ახერხებს როგორც ცნობილია შვედების დამარცხებას და გაიჭრება ბალტიის ზღვაზე და დღემდე რუსეთი იქ დარჩა მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ ბალტიისპირეთის სახელმწიფოები დაკარგა, ბალტიისპირეთის ზღვის ნაწილი როგორც ცნობილია აქვს, იმიტომ რომ პეტერბურგი ბოლოს რუსეთისაა, ხო, ეხლა ვერ წაართვებს ვერავინ ჯერჯერობით. მერე მოგივენ პეტრე მარცხდება თურქებთან, მოინდომებს უფრო მეც, რომ მეტი წაგრიჯოს შავ ზღვაზე თურქებს, წამარცხდება საშირად რა, რაც აქვს წართული თურქებისთვის იმასაც კარგავს. პეტრეს შემდეგ უკვე გაცილებით უფრო წარმატებული ომები აქვს ეკატერინეს, თურქეთის წინააღმდეგ და მოყოლებული იქიდან რუსეთმა თურქეთთან ერთ-ერთზე აბსოლუტურად ყველა ომში გაიმარჯვა, მოყოლებული ეკატერინედან. ეკატერინემ წაართვა თურქებს, როგორც ცნობილია, ყირიმი. წაართვა მთელი ეს სანაპირო, ზედა სანაპირო, მოიპოვა პლუს ამას რუსეთმა იმ პერიოდში, რომ სავაჭრო გემები გაეტარებინა ბოსფორის და დარდანელის სრუტეებში. მაგრამ ეს არ კმარობდა ცხადია რუსებისთვის, რუსებს სურდათ ჩაეკეტათ საერთოდ ბოსფორის სრუტე, რომ შავ ზღვაში არ შემოსულიყო არც ერთი მათი მოწინააღმდეგე კონკურენტი ქვეყანა. და მათი ოცნება მინიმუმ მოყოლებული ეკატერინე არის ის, რომ დაიპყრონ სტამბული, არა მარტო იმიტომ, რომ ხა ლეგენდა გავრცელებულიო, სტამბული მათთვის არის ცარიგრადი, ანუ კონსტანტინოპოლი, რომის იმპერიის ყოფილი დედაქალაქი და ამიტომაც უნდათ, იმიტომ რომ თვითონ პრეტენზია აქვს, რომ მესამე რომი არიან. რეალურად მესამე რომის პრეტენზია არ ყოფილა განცხადებული, არასოდეს ოფიციალურად გაბუქულია ძალიან. მთავარი მიზანი, მთავარი მოტივი სტამბულის ხელში ჩაგდების იყო შავი ზღვის ჩაკეტვის ცდილობა. ბოსფორს თუ ჩაკეტავ დამთავრდა, ცხვირს ვერ შემოყავს ვერავინ. ზღვიდან ვერ დაგარტყამენ. რუსეთის ზღვაზეა სუსტი და ხმელეთზე ძალიან ძლიერი. ხმელეთზე ნაპოლეონი აქვს დამარცხებული. ცოტა გვიან, ხო, როგორც ვიცი. ხმელეთზე მას აქვს დიდი მანძილი და ხმელეთი პრაქტიკულად არ ემუქრება საფრთხე ხმელეთთან და გამოიცადა კიდევაც ომების დროს. მაგრამ აი ზღვა უკვე რუსეთის მტკივნეული ძალიან და სიღრმეში ხდება ზღვით. ანუ როგორც აი ინგლისი არის მიუდგომელი ზღვაზე, ასეთ ცდილობს რომ გახდეს მიუდგომელი რუსეთი ხმელეთზე, ამისთვის აუცილებელია მხოლოდ და მხოლოდ შავი ზღვის ჩაკეტვა. აი ეს არის და მორჩა. მე უკვე მას ვერავინ ვერ შეუქმნის საფრთხე, თავის შუაზე ივლის, ხანვის დაარტყამს ხანვის, იმიტომ რომ ვერავინ ვერ გააჩერებს საფრთხეს ვერ შეუქმნის. ეკატერინეს დროს სწორედ ხდება ძალიან საინტერესო დამთხოვება, რეალურად გიორგიევსკის ტრაქტატის გაფორმება იმ პერიოდში ბოლოს და ბოლოს რუსეთმა გამოიხედა აქეთ და ქართული მეფეები ცდილობდნენ, როგორც ცნობილია, რუსეთის იმპერიის ყურადღების მიპყრობას, როგორც წესი ხდებოდა ხოლმე იგნორი, როგორც წესი რუსები რა თქმა უნდა, ხა ესე ხდება ხოლმე, იყენებდნენ საქართველოს თავის ინტერესებში, ესე იქცევა ყველა და მათ შორის რუსები ცხადია. ქართულები ცდილობდნენ იმ პერიოდში სხვების ყურადღებას მიექციათ ევროპული სახელმწიფოების, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ პირველი რუსეთი უფრო ახლოს არის საქართველოსთან, ვიდრე სიტყვაზე საფრანგეთი ან ინგლისი, გამომდინარე იქიდან, რომ შესაბამისად რუსეთს უფრო მეტი ინტერესი აქვს საქართველოში და ლოგისტიკურად მეტი საშუალება აქვს, რომ საქართველოს შეიერთოს და გააკონტროლოს, ცხადია საბოლოო ჯამში გიორგიევსკი გაფორმდა არა საფრანგეთთან, არა ინგლისთან, არამედ რუსეთთან. მიუხედავად ქართული მეფის ბევრი მცდელობისა მოეპოვებინა მოკავშირე, ყველაზე რეალისტური აღმოჩნდა ზღვარი. როდესაც რუსეთი გადმოდის კავკასიის ქედზე,
ეს მისთვის რა გეოპოლიტიკური ინტერესით არის ნაკარნახევი, იმიტომ რომ ზღვის კიდევ მეტი ნაწილი მოიპოვოს საქართველოში შემოსვლით, თუ იმისთვის რომ ერთგვარად ოსმალეთი, რომელიც მას ხელს უშლის. მეორე ფრონტს უხსნეს. უკანა მის ზურგში მოექცეს. ანუ იქამდე რუსეთი ებრძვის ოსმალეთს, თურქეთს, ბალკანეთის გავლით, იქიდან ეომებიან. რუსა-კავკასიაში შემოდის უკვე რუსეთი, კავკასიის კარიბჭე, ცხადია, გასაღები არის საქართველო. მე უკვე შეუძლია რომ აქედანაც შეუტიოს კავკასიის ფრონტიდანაც და მოყოლებული იქიდან როგორც წესი ორივე ფრონტიდან უტევს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა. და მოყოლებული აქედან რომ საქართველოს იპყრობს რუსეთი, მერე ის აწარმოებს კიდევ უფრო წარმატებულად ომებს თურქეთის და ასევე ირანის წინააღმდეგ. და მთელი ეს ტერიტორიები მაშინ წაართო მოყოლებული იქიდან ამ ორ ქვეყანას, ერევანი იყო თურქეთის ნაწილი მაგალითად, აზერბაიჯანი, ბოდიში ერევანი იყო სპარსეთის ნაწილი, აზერბაიჯანი ასევე როგორც ცნობილი იყო სპარსეთის ნაწილი და რო არა საქართველოში შემოსვლა და შემდგომი ექსპანსია აქედან, ექსპანსია ირანის და თურქეთის წინააღმდეგ სწორედ, ეს არ იქნებოდა ეს მარტივი ცხადია. კავკასიის სპარსეთის ნაწილია ამ გაგებით, იმიტომ რომ გაგებით კი. ერეკლეს აქვს რაღაცა. ერეკლეს პრაქტიკულად თავის ხელს ერეკლე რაღაც ავტონომია ცხადია მოიპოვა, მაგრამ ნუ მოიპოვა ეს მდგომარეობა. მოიპოვა გავლენის სფერო ითვლება რომ არის მოიპოვა ისეთ დონეზე რომ გააფორმა გიორგიევსკი. ანუ დრო შეემთხვევა ძალიან თურქეთთან წარმატებული ომი. კი. ეკატერინეს წარმატებული ომი თურქეთის წინააღმდეგ პლუს ამას საქართველოსთან გიორგიევსკის გაფორმება, ეხლა ჩვენთან ეშლებათ სერიოზულად, ფიქრობენ რომ გიორგიევსკის შემდეგ ხდება რეალურად საქართველოს რუსეთის იმპერიის ნაწილი, არა, მხოლოდ კრწანის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ უკვე საქართველოს იმდენად სუსტდება რუსებს მარტივად მიაქვთ. უნდა გავახსოვოთ ჩვენ ერთმანეთისგან ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა თავისი შედეგის მიხედვით. ეს ერთი და მეორეც მოდი ერთ რაღაცას შევხედოთ. იმ პერიოდში რუსეთმა გაასწრო ვესტერნიზაციის, მოდერნიზაციის წყალობით გაასწრო თურქეთსაც და ირანსაც ორ თავის მოწინააღმდეგეს ამ რეგიონში, კავკასიის რეგიონში, შესაბამისად გარდაუვალი იყო ალბათ ის, რომ კავკასიაზე ადრე თუ გვიან რუსეთი დაამყარებდა კონტროლს. გარდაუვალი იყო, იმიტომ რომ აჯობა იმათ. თუ იქამდე კავკასიას ინაწილებენ რაღაც პერიოდში თურქეთი და ირანი, ნუ ხან ბოლომდე ვერ აბა, მაგრამ ძირითადად ინაწილებენ ხოლმე. მე უკვე შემოდის რუსეთი, ორივეზე ძლიერია გაცილებით. ტექნოლოგიური უპირატესობა აქვს მოპოვებული, იმიტომ რომ ვესტერნიზებულია უფრო მეტად. ვესტერნიზაცია დაიწყო სწორედ პეტრეს დროს და ეკატერინეს დროს წარმატებით გრძელდება. მაგრამ არა ცხადია ესე მარტივი სრულდებამდე მისვლა, მით უმეტეს ბალკანეთის ფრონტიდან, შეუნა გაიარო ხანდელი რუმინეთი, სვაშოეს რუმინეთი მაშინ იყო თურქეთის იმპერიის შემადგენლობაში, ეკატერინე ამარცხებს თურქეთს და მერე ხანდელი რუმინეთი იღებს რაღაც ავტონომიას, უნდა გაიარო ბულგარეთი, მოხვიდე აქამდე სტამბულამდე, არა ესე მარტივი ცხადია. ნუ შემდეგ რუსეთი ებმება ნაპოლეონის წინააღმდეგ ომებში და როცა ვენის კონგრესზე გაიბრწყინებს ჩვენთვის კარგად ნაცნობი ალექსანდრე, იცდილობს რომ ვენის კონგრესზე დააყენოს თურქეთის საკითხი და ამბობს რომ ევროპული სახელმწიფოები უნდა გახდნენ თურქეთის იმპერიაში მცხოვრები ქრისტიანების მფარველები. ნუ ყველა ხვდება რომ ამაში დიდი ეშმაკობაა ჩადებული, იმიტომ რომ თურქეთის იმპერიაში ცხოვრობენ ვინ მართლმადიდებლები არა და ეხლა მართლმადიდებლების მფარველი უნდა იყოს, საფრანგეთი ვერ იქნება, პრუსია ვერ იქნება, ინგლისი ვერ იქნება, იქნება რუსეთი. ამიტომაც ეუბნებიან რომ არა. მერე ცდილობენ ევროპელები რომ დაიცვან, ხვდებიან უკვე ევროპელები რუსეთს სერიოზული ისე თქო პრეტენზიები აქვს თურქეთზე, ცდილობენ რომ თურქეთი დაიცვან და ამბობენ რომ ვენის კონგრესზე იქნებ თურქეთის ტერიტორიული მთლიანობის, თურქეთის იმპერიის ტერიტორიული მთლიანობის გარანტია მიუცეთო. ალექსანდრე საკმაოდ ნიჭიერი დიპლომატია და ისე თქვათ კონტრწიანდადებით გამოდის. ამბობს რომ თუ კი თურქეთს თქვენ გინდათ რომ მისცეთ ტერიტორიული მთლიანობის გარანტია, მაშინ მოდი ასევე მივცეთ ტერიტორიული მთლიანობის გარანტია ესპანეთის იმპერიას. თავისი არგენტინიან, ვენესუელიან ასე შემდეგ და ეს ცხადია ინგლისს არ აწყობს. ამიტომაც ჩავარდება თურქეთისთვის ტერიტორიული ხელშეუხებლობის გარანტიების მიცემა. და თურქეთის საკითხი არის გამოკიდებული ჰაერში. ანუ როცა ვენის კონგრესზე ხდება ამა თუ იმ ინიციატივის გახმიანება, რომ მოდი რაღაც გავაკეთოთ, რახანაც მშვიდობის კონგრესია და უნივერსალიზმის პრინციპი მოქმედებს, თუ ეს ვრცელდება ეს პრინციპი ერთზე, მოდი გავავრცელოთ მაშინ მეორეზე. ხო, შენ თუ ამას თავაზობ, იმედად ანუ შენი ღბული ჩვენ ხედავთ გავლენების შენი ღბუას, რომ სინამდვილეში ლაპარაკი მიდის რეგულაციაზე, წესის დაწესებაზე, მაგრამ ამის უკან ჩანს ინტერესები. როცა ერთხარეს ეს ინტერესი არ აწყობს, ის იმ წუთშივე შემოაქვს სხვა მდგენელი და ხდება ამის განმიღბვა. ხო, ისე და ისე შენ ინტერესს ფარავ რაღაცით, პრეცედენტით, რა ვიცი, ზოგადი პრინციპებით, ჰუმანიზმის პრინციპებით და ასე შემდეგ. 1821 წელს იწყება თურქეთის იმპერიაში სერიოზული პრობლემები, უჯანმრთელობიან მათ ბერძნები, საბერძნეთი ჯერ კიდევ არის მათ შემადგენლობაში და რა თქმა უნდა ლოგიკურია ის რომ ალექსანდრე იმპერატორო მოინდომოს
გამოიყენოს ეს სიტუაცია თავისი ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ, იმიტომ თურქეთს ვიღაცები შეინ დაუჯანყდა, ჩაერიოს თურქეთის შიდა საქმეებში და იქნებ კონტროლი დაამყაროს სრუტეებზე. ხო, მით უმეტეს რუსეთი იმ დროს ძალიან ძლიერია, ჩვენ ვიცით, ნაპოლეონი ახალი დამარცხებული ყავს. მაგრამ აქ მეტერნიხი ჩაერევა ისევ საქმეებში და ეუბნებია, რომ მეტერნიხი არ წმობს ალექსანდრეს, რომ ამ ბერძნების უკან ისევ და ისევ მასონები დგანან და ალექსანდრე ისე მოკვდება, რომ ბერძნებს ვერ დაეხმარება. მაგრამ როცა ალექსანდრეს მერე ტახტზე ადის უკვე ნიკოლოზი, მას ეს მასონების შეთქმულები ნაკლებად ადარდებს რა. ბაირონის ბრძოლა საბერძნეთში უკვე შედეგი გამოიღო. იმიტომ მიეწერა თუ არა მხოლოდ ბაირონი, ძალიან ბევრი ცნობილი, ესე თქვა, ინტელექტუალი, ცნობილი ადამიანი ევროპელი გაიქცა იქ საუბრად თურქების წინააღმდეგ, იმიტომ რომ ეხლა მთელი მაშინდელი ესე თქვა, ცივილიზებული ევროპა გაზრდილი არის ბერძნულ იდეებზე, ხო? ბერძნული ფილოსოფიის, დემოკრატიის და ასე შემდეგ. ზოგისთვის ეს არის საბერძნეთის ანტიკური კულტურა, ზოგისთვის ეს არის მართლმადიდებლური სახელმწიფო. არ არის სახელმწიფო, მაგრამ სახელმწიფო არ არის ხო, მაგრამ მათთვის არიან ესე თქვა მემკვიდრეები იმ დიდი საბერძნეთის ცხადია, ხო? და ეხლა თურქები შესაბამისად გამოდიან ამ ცივილიზაციის წინააღმდეგ მებრძოლებად. ნიკოლოზი არ ექცევა მეტერნიხის გავლენის ქვეშ იმდენად, იყენებს ძალიან კარგად ბერძნების პრობლემა თურქებისთვის, იწყებს მერე ომს თურქეთთან, ამარცხებს თურქებს. ამის შედეგად რაღაც ტერიტორიებს დაიპყროს, მაშინ მათ შორის დღევანდელი ახალციხის ტერიტორია მაშინ დაართვეს რუსებმა თურქებს და თურქებს სერიოზულად შეავიწროებს. ხო, ეს არის 1828-29 წლები. კი, ეს პერიოდია, 29 წელი. მოგვიანებით მერე უჩვიდობა აქ ერთმანეთში რუსებს და თურქეთს. მოგვიანებით იმ პერიოდში თურქებს აუჯანყდება ეგვიპტე. ეგვიპტე ფორმალურად თურქეთის შემადგენლობაში, მაგრამ პრაქტიკულად არ ემორჩილება, ჯერ კიდევ რა ვიცი, ნაპოლეონის დროს თავის შუაზე მოქმედებდნენ ეგვიპტელები. და სხვა შორის ეგვიპტეს მაშინ მართავდნენ ძირითადად საქართველოსდან გაყვანილი, გაყიდული მამლუქები. ძირითადად მამლუქები იყვნენ ქართველები და ჩერქეზები, სხვა შორის ძალიან საინტერესოა. ისინი იყვნენ ფოთის პორტიდან. ხო და მოკლედ, როცა მიდიოდა ომი თურქეთსა და ბერძნებს შორის, ამ ომში ეხმარებოდნენ თურქებს ეგვიპტელები და თურქები შეპირდნენ სანაცვლოდ სირიას, მერე გადააქცეს. ამის გამო დაიწყო ომი თურქეთსა და ეგვიპტეს შორის. და ეგვიპტემ შეავიწროვა ძალიან თურქეთის არმია და დაიძრა პირდაპირ სტამბოლისკენ. თურქეთი შეშინებულია ძალიან თურქეთის სულთანი შაჰი რაშვაშია, ითხოვს დახმარებას და რახან დახმარებას ითხოვს, შეიყვანეს იქ რუსებმა ჯარები. Ну, ცხადია, ხა რუსების ჯარების შეყვანა სტამბოლში არავის არ ესიამოვნა, დაპანიკდა ყველა, უვნებიან რომ სასწრაფოდ ჯარი გაიყვანა. ხა როგორ შეიძლება ეგეთი ქცევა? რუსები ამბობენ, კი ბატონო, გავიყვან ჯარს, რაზეა საუბარი, მაგრამ ჯერ დაველაპარაკოთ თურქებს. დაველაპარაკებიან თურქებს რუსები და მოაწერინებენ ხელს ძალიან საინტერესო შეთანხმებაზე. უნკერ ისკელესის შეთანხმება, რომელიც გულისხმობს რას? რომ თუ კი რუსეთი ჩაბმული არის ომში რომელიმე ევროპულ სახელმწიფოსთან, მაშინ თურქეთი ვალდებულია სრუტეები ჩაკეტოს, შავ ზღვაში არავინ არ შეუშვას. ანუ მთავარი მიზანი რაც არის რუსეთის, რომ შავ ზღვიდან არ დაარტყას მას არავინ ვინ შეიძლება დაარტყას ინგლისმა ცხადია, ასევე საფრანგეთმა, ორივე მასზე გაცილებით ძლიერია, ვიდრე რუსეთი ძლიერია ზღვაზე. და თურქეთი უწერს ხელს ამაზე, ამ შეთანხმებაზე, ეს არის ძალიან სერიოზული მიღწევა რუსული დიპლომატიისთვის. ერთი პრობლემა აქვს ამ შეთანხმებას ვადა გაზდის 7 წელიწადში. რომ გავა ეს 7 წელიწადი, მერე მოეწერება ხელი პირველ საერთაშორისო კონვენციას, რომელიც არეგულირებს სრუტეებში მოძრაობას სამხედრო ხომალდებისთვის. ხასუსო ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. თუ რუსეთი არის ომში, ბოსფორ-დარდანელში უცხო გემი სამხედრო ვერ შემოვა. თურქეთი კეტავს. მაგრამ რუსულ გემს თუ შეუძლია გასვლა სამხედროს. შეუძლია. თავარია ეგ არ შევიდეს. ეს არის ძალიან რუსულ ინტერესებზე მორგებული. რუსეთ გარეთ არაფერი არის საქმე. თავარი შინით არ შევიდნენ მასთან, ეგ მნიშვნელოვანი, ეგ არის მნიშვნელოვანი. 1841 წელს ხელი ეწერება სრუტების კონვენციას, ეგრე ქვია პირდაპირ, რომელიც აწესებს ეგეთ რეგულაციას, რომ თუ კი თურქეთი ომში არის ჩაბმული, მხოლოდ მაშინ აქვს უფლება, რომ გახსნას სრუტეები სამხედრო ხომალდებისთვის. თუ კი თურქეთში არის მშვიდობა, ის ომში არავისთან ჩართული არ არის, მაშინ ჩაკეტილია სრუტეები სამხედრო ხომალდებისთვის. ეს რას ნიშნავს? შავი ზღვა არის პრინციპში ნეიტრალიზებული დაცული. ანუ რუსეთს შეუძლია მშვიდად იყოს, თუ კი თურქეთს არ დაესხმება თავს. ანუ თუ ომი არ არის რუსეთსა და თურქეთს შორის, ამ შემთხვევაში ვისთანაც გინდა რუსეთს კონდეს ომი, ის შავი ზღვიდან დაცულია. პრინციპში ეს კარგი გამოსავლია რუსებისთვის, კომპრომისულია. ანუ გაითვალისწინეს ევროპელებმა ის, რომ რუსეთს შავი ზღვა ჭირდება დაცვისთვის. ამიტომაც უთხრეს, გეშინია რომ იქიდან დაგარტყამთ, მაშინ კი ბატონო, შენგან მხოლოდ ერთი რაღაცა მოითხოვება. შენ არ დაესხას თავს თურქეთს და ეს სრუტეები იქნება დაკეტილი. ხო, ანუ შეიქმნა ერთგვარი ბუფერული აუზი, ხო?
და თუ თურქეთს არ დაესხმები, მაშინ შენ ვერავინ ვერ დაგესხმება, ვერ დაგესხმება თავს ვერ გარანტიას ისინი ჩაკეტებს. შვენიერი კომპრომისი გამოსავალი მოძებნეს, აი ამ კონვენციამ იმუშავა პირველი მსოფლიო, რა ვიცი, ომის ბოლომდე შეიძლება ითქვას, პირველი მსოფლიო ომის ბოლომდე, იმიტომ რომ პირველი მსოფლიო ომის ბოლოს თურქეთის იმპერია დაიშალა იმის გამო, რომ აღმოჩნდა ისტორიის არასრულ მხარეს, ისტორიას გამარჯვებულები წერენ. ანუ რას ნიშნავს ისტორიის სწორ მხარეს დგომა? გამარჯვებულის მხარეს დგომა. თურქეთი აღმოჩნდა არასწორ მხარეს, იმიტომ რომ აირჩია დამარცხებული თავიდანო გერმანია. ამ სხვა შორის როგორ აირჩია და რატომ ეს ძალიან საინტერესო თემაა მე როდესაც მიევალთ აქამდე და როცა თურქეთის იმპერია იყო დაშლის პირას, როგორც ცნობილია, ის გადაარჩინა ვინ? ქემალ ათათურქმა. და ქემალ ათათურქმა გადაარჩინა მათ შორის იმპერია კი დაეშალა, ბევრი ტერიტორია დაკარგეს, ეს ერაყი, სირია ყველაფერი დაკარგეს, მაგრამ დღევანდელი თურქეთი ხო შეინარჩუნეს. დღევანდელი თურქეთს დაიშლებოდა ალბათ დიდი შანსი იყო ამისი. და ქემალმა გადაარჩინა, ქემალს თავის ბრძოლაში დაეხმარა ძალიან სერიოზულად ლენინი. და რატომ? მარტო იმის გამო. ლენინს მიაჩნია, რომ უკეთესი იქნება თურქეთის სრუტეები დარჩება თურქების ხელში. ვიდრე სრუტეებს სიტყვაზე ჩაიგდებენ ხელში ბერძნები, მაშინ ამის დიდი შანსი იყო და ბერძნების უკან იგდებოდნენ ინგლისელები და ფრანგები. ეხლა გამორჩეთ ძალიან საინტერესო მომენტი. თეილი მე-19 საუკუნე და ყირიმის ომის დროს ხადია მათ ჩვენ შევეხებით, ინგლისელები და ფრანგები, განსაკუთრებით ინგლისელები უშლიან ხელს რუსეთს იმაში, რომ მან ხელში ჩაიგდოს სრუტეები. რატომ ისევ და ისევ? თუ კი რუსეთი ჩაიგდებს ხელში სრუტეებს, მიუდგომელი ხდება სრულიად და მე შეუძლია სიტყვაზე შავი რაშვაშია შუა აზიიდან გადავიდეს სიტყვაზე ინდოეთს და მას შეუძლია შეუზღუდავად განახორციელოს ექსპანსია ინდოეთისკენ. მის ძირითად ტერიტორიას ვერავინ სრულად დაცულია, ვერავინ დაემუქრება. მიუდგომელია და შეუძლია ინდოეთსაც დაარტყას და ინგლისს ხადე ეს არ აწყობს. მხოლოდ პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ეს ორივე ქვეყანა ვინც უშლიდა ხელს მას სრუტეების წაღებაში, ინგლისია, საფრანგეთი ეუბნებიან, რომ წაიღეს სრუტეები ომის შემდეგ, არაა პრობლემა, მაგრამ ეს ოცნება დამარცხდა, იმიტომ რომ როცა მოხდა ბოლშევიკური რევოლუცია, ეიფორიაში იყვნენ ეს ბოლშევიკები, განსაკუთრებით ტროცკი იყო ყველაზე უფრო იდეალისტი და ჯეროდა ამ გენიალური უნივერსალური იდეების, ტროცკი დარწმუნებული იყო, როცა გახდა საგარეო მინისტრი ბოლშევიკური რუსეთის, რომ 2-3 კვირაში ამოიწურებოდა მისი ვადა იმ თანამდებობაზე, იმიტომ რომ ფიქრობდა, რომ მალე რევოლუცია მთელ მსოფლიოს მოედებებოდა, მთელი მსოფლიო კომუნისტური თუ იქნება, რაღაც ჭირდება რუსეთს საგარეო სამინისტრო, თუ ყველა მთელი მსოფლიო ერთნაირია, ხო და სიგიჟე ჩვეულებრივი. კიდევ ერთი ფაქტორი, რასაც უნდა მიავაქციოთ ყურადღება და უთხრათ, ეს არის სუეცის არხის ფაქტორი, რომელსაც დაამოკლა გზა ინგლისისთვის ინდოეთთან და ეს იყო კიდევ ერთი ფაქტორი. ხო და ამიტომაც შავ ზღვამ დაკარგა თითქოს ამიტომაც ნაკლებად ადარდებდათ ნაკლებად მე ინგლისი, ესე თქვა, თურქეთის იმპერია, იქამდე ისინი გადიოდნენ სუეცამდე მოძრაობდნენ უფრო რთულად, თურქეთის იმპერიის ტერიტორიების გავლით ინდოეთსკენ მოძრაობდნენ რთულად, იმიტომ სხვა მეორე ვარიანტი იყო შემოევლოთ აფრიკისთვის ქვემოდან, ხო და ეხლა ძალიან გრძელი გზაა. ამიტომაც მიდიოდნენ შავი ხმელთაშუა ზღვით მიდიოდნენ თურქეთის ტერიტორიებად, მერე გაადიოდნენ ხმელეთით. სუეცმა დაამოკლა, ხო და დაამთავრეს საფრთხე. პირველი მსოფლიო ომი რო დაიწყო, რო უთხრეს რუსეთს რომ წაიღეს სრუტეები, ბოლშევიკური რევოლუცია რომ მოხდა, ბოლშევიკებმა გამოაქვეყნეს ეს საიდუმლო შეთანხმება ინგლისს, საფრანგეთსა და რუსეთს შორის, რომელიც მიხედვითაც სირია საფრანგეთისა, ერაყი ინგლისის და სრუტეები რუსეთის და უარი თქვეს შესაბამისად სრუტეებზე. რუსეთები ცხადია ვეღარ მიიღეს. როგორც იმპერიალისტულ განაზრახს. კი, მაგრამ მე მოვიდნენ გონს რომ სრუტეებიდან საფრთხე ემუქრებოდა ბოლშევიკურ რუსეთს ისევე როგორც რუსეთის იმპერიას, ამიტომაც დაეხმარნენ მე მუსტაფა ქემალს, რომ თურქეთის ხელში დარჩენილი იყო სრუტეები და იქ არ გამოჩენილიყვნენ მათი მოწინააღმდეგე ევროპული სახელმწიფოები. 1921 წელს მოსკოვში ხელი ეწერება შეთანხმებას, რომელიც მიხედვითაც სრუტეებში მოძრაობის წესებს დაადგენდნენ შავი ზღვის სახელმწიფოები, გასაგებია ვინ? რუსეთი და თურქეთი, რაც აწყობს ხადია ძალიან რუსეთს. მაგრამ ქემალმა მოატყუა რუსები, როგორც კი ქემალმა დაასრულა ომი და ასე თქვათ, განამტკიცა თავის ძალაუფლება თურქეთზე, გადააგდო მერე კომუნისტები 1923 წელს მერე თურქები დაესწრნენ ლოზანის კონფერენციას. ლოზანის კონფერენციაზე ფორმდება კიდევ ერთი შეთანხმება, რომელიც არეგულირებს სრუტეებში მოძრაობას და იქ რა თქვამია, რომ სრუტეებში მოძრაობას თქვათ, ერთად აწესებენ ევროპული სახელმწიფოები და საინტერესო ის რით არის კიდევ თუ კი ეს მოსკოვის შეთანხმების მიხედვით სრუტეები პრინციპში თურქეთისა, ლოზანის შეთანხმების მიხედვით თურქეთს არ აქვს უფლება რომ გააკონტროლოს სრუტეები. მათ შორის ფორტიფიცირების უფლებას არ გააჩნია რა, ბოსფორის დარდანელის. არ დაეთანხმა რუსეთი ლოზანის ამ შეთანხმებას არც ნუ საერთოდ, ამიტომაც საბოლოო ჯამში კიდევ ერთი კონფერენციის მოწვევა გახდა საჭირო 1936 წელს მონტროში, ასევე შვეიცარიაში, ისევე ლოზანაში და მონტროში მიიღეს კონვენცია, რომელიც დღემდე მუშაობს.
კონვენციის მიხედვით სრუტეები არის თურქეთის ხელში, ფორტიფიცირებული ძალიან სერიოზულად, მას შეუძლია დაბლოკოს ელემენტარულ სრუტეებში გასვლა გამოსვლა. სრუტეებში მოძრაობა შეუძლიათ სამხედრო ხომალდებს, ოღონდ შეზღუდულია მართის ზომა და კლასი. ანუ სიტყვაზე აქ ავიამზიდი ვერ შემოვა შანსიერა. ასევე აკრძალული აქვს შესვლა გამოსვლა იმას წყალქვეშა ნავსაც. ეხლა ავიამზიდი ვერ შემოვა ეს კომიკურია, იმიტომაც რომ საკმაოდ დიდი ხნის წინ ჩვენთან ისტერიკა იყო იმაზე, რომ ფრანგები აპირებდნენ მეეყიათ რუსეთისთვის ორი ავიამზიდი მისტრალი და იყო აი უშუალოდ ვაიმე ხა რუსები მისტრალს დააყენებენ შავ ზღვაში და იქიდან დაგვარტყამენ თიკოს ეხა გორთან არ ეყენოთ სამხედრო ბაზა ხო რა თქმა უნდა მისტრალი კიდევ მაგრამ ხა სისულელე იყო თავიდან იმიტომ რომ მისტრალი და ნებისმიერი ავიამზიდი შავ ზღვაში ვერ შემოვა კონვენცია კრძალავს ამას ვერ შემოიყვანა რუსეთი მისტრალს შავ ზღვაში ვერანაირად ზღაპარი იყო თავიდანვე თვითონ თუ არ აშენებს თვითონ რუსეთი შავ ზღვაზე ავიამზიდს ყირიმში ხო ყირიმში თუ არ აშენა გამორიცხულია ხო ეგ მაგაშია საქმე მაგრამ ხალხმა ეს დეტალები ბევრმა თქმა უნდა ხარ ვერც წყალქვეშანავი ვერ შემოვა ვერც ამერიკული ვერც ჩინური და ვერც ვერაფერი ვერ შემოვა იმიტომ არა შავი ზღვის სახელმწიფოები არიან და ეგზალებათ აქ შემოყვანა ფრეგატი შემოვა ძალიან ხშირად შემოდის ხოლმე ამერიკული ფრეგატი შავ ზღვაში როგორც ცნობილია შემოვიდა აგვისტოს ომის დროსაც მაგრამ ფრეგატზე უფრო დიდი ვერ შემოვა და ფიზიკურადაც რთულია ხ ბოსფორის სრუტე საკმაოდ ვიწროა ჩვენ თუ გავიხსენებთ არგონატები რო შემოვიდნენ შავ ზღვაში ძალიან გაუჭირდათ სხვა შორის მითის მიხედვით აქ მოძრაობა ძალიან ღმერთი ათენა დაეხმარათ ხო ვიწროა ათენა დაეხმარათ მაშინ რომ შემოსულიყვნენ შავ ზღვაში ათენა მხელი კრა გემს და შემოაგდოთ თორე გემი დაიღუპებოდა ანუ რთული აქ მოძრაობა ძალიან ეგ მომენტიც არის ანუ ბედმა ისე ენება რომ გეოგრაფია მოკლედ რა რომ ვიწრო შემოსასვლელია შავ ზღვაში ჩაკეტილი რო იყოს კასპიის ზღვა იქნება ხო რო იყოს ფართო უფრო მაშინ მისი ჩაკეტვა იქნება შეუძლებელი რახან ჩაკეტვა შეიძლება ამიტომაცაა ესე გადაქცეული შავი ზღვა საჯილდოო კვადრო იტყვიან სოფლიო ისტორიაში და ამიტომაც არის შავ ზღვაზე ძალიან ბევრი ეხაც ახლა შავ ზღვაზე არ მედის ომი რეალურად ხო დნეპრი გადის მერე შავ ზღვაში ხო ვიცით ანუ შავი ზღვა არის რუსეთისთვის უმნიშვნელოვანესი ინტერესების სფერო ის ახან ვერ აკონტროლებს სრუტეებს ცხადია ცდილობს რომ გააკონტროლოს შავი ზღვის რაც შეიძლება დიდი ზოლი თავისთავად ცხადია ყირიმი მან თავის დროზე წაართვა თურქებს ეს სერიოზული მიღწევა იყო იმიტომ რომ ყირიმელი თათრები აწიუკებდნენ რუსეთს ჯერ კიდევ იონე მრისხანეს დროს გახსოვს ეს ცნობილი კომედია იონ მასილევიჩი ისთვის პროფესია იქ ბღერიან რომ საით მიმართებელს ახთა პირი ყირიმის ხანა იმიტომ რომ მაშინ ყირიმის ხანი სერიოზული მრისხანე მეტოქეა და ყირიმის აღებით რუსეთმა პრობლემა გადაჭრა მათ შორის თავის უსაფრთხოების ეს არის მის მხარეს არსებული ბასტიონი სერიოზული ბასტიონი ჩაუძირავი ავიამზიდი გულზე და ხი რამხელა ნახევარკუნძული არის შეჭრილი შავ ზღვაზე შეიძლება გაამაგრო კარგად და გააკონტროლოს ძალიან ვიწრო ყელით ძალიან ვიწრო ყელით კი ხო და ხა ყირიმი ისეთი რაღაცა რომ ნავალნიც კი რომელიც იდეაში მიჩნეული იყო რუსული დემოკრატიის იმედად ის ამბობდა ყირიმის ანექსიის მე რომ ჩვენია რაღაცა ყირიმი ნავალნის კი რატო ნავალნი ხდება ძალიან კარგად რომ ეხა 99% რუსების მიჩნევს რომ ყირიმი მათია 90 დანარჩენი 1% ვინ არიან რა ვიცი ძალიან დისიდენტები ხო ძალიან დისიდენტები რომელსაც გავლენა არ აქვთ არანაირ რუსეთში როგორც წესი ხო და ამიტომაც აი ეს ჩვენ გავითვალისწინოთ სად ცხოვრობთ რა ზღვის სანაპიროზე ვართ რა ინტერესები იკვეთება აქ ძალიან მნიშვნელოვანია ცხადია საქართველოს მიმართ ინტერესი მათ შორის იმითომაცაა გამოწვეული ჩვენ შავ ზღვაზე ვართ რომელიც არის რუსეთის ინტერესი თავის მხრივ ანუ ეს არის რუსეთის მონდროს დოქტრინის ესე ვთქვათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი შეიძლება რომელიც ვერ განახორციელა მან ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ხო ბოლომდე ეს ვერ განახორციელა და რაღაც მომენტში უკვე ბოლშევიკების დროს კრემლში თათბირზე ეს მიხვდნენ რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს კრემლში ვინ იჯდება გეოგრაფიას ვერ შეცვლი და სრუტეები რჩება ჩვენი ინტერესი. იყო ძალიან საინტერესო შემთხვევა ეგეთი 30-იან წლებში მიდიოდა მსჯელობა, წავიდა მსჯელობა სერიოზული იმაზე რომ აი სრუტეები გვინდაო და ვიღაც წამოხდა რა რასტოპალოკობა იყო ძველი цаრისტული რუსეთის იმპერიის ესე თქვათ ოცნება იყო ჩვენ ხო მაგაზე ვარ ეთქვით და მოუტრიალდა მინისტრის მოადგილე ვიშინსკი და უთხრა რომ მოიცა რა რევოლუციამ გეოგრაფია შეცვალაო იქიდან ახლა ვეღარ შემოვლენ ჩვენი მტრებიო ანუ გეოგრაფია ეს არის უმთავრესი მე ვიტყოდი საერთაშორისო ურთიერთობებში ნაპოლეონმა თქვა გენიალურად რომ მოყვარულებს ანუ არაპროფესიონალებს გონიათ რომ ომს იგებს სტრატეგიაო და სიამდვილეში ომს ლოგისტიკა იგებს ლოგისტიკა რა არის მომარაგება გადაადგილება კვება აღჭურვა ჯარის ხო ეგ ამთავარი ჯარისკაცი თუ ყავს მშიერი ჩაუცმელი და დროზე თუ ვერ მივიდა ჯარმა როგორ უნდა გაიმარჯვოს არა და საერთაშორისო ურთიერთობებში ქვაკუთხედი არის რა თქმა უნდა გეოგრაფია ანუ როცა შეხედავ რუკას სახელმწიფოსი სამეზობლოს ასე შემდეგ
წესი თუ რომ მიხვდე უკვე რაშია საქმე. როცა უყურებ, როცა ამხელა მონსტრი გადაჭიმული იქიდან აქამდე და აქვს ძალიან დაუცველი ადგილი შავი ზღვის სახით, თავის ცხადია ეხლა ეს მონსტრი რუსეთია საუბარი, ხო? შეეცდება რომ ჩაკეტოს ეს შავი ზღვა, იმიტომ რომ ამის შანსი გააჩნია, ვიწრო შემოსასვლელია ძალიან. იქნებ გამოვიდე ჩაკეტო, სხვაებიც ხო უყურებენ, რომ შეუძლია ჩაკეტოს. ამიტომაც მას ხელს უშლიან ამაში ძალიან სერიოზულად. მთელი მე-19 საუკუნის საერთაშორისო ურთიერთობის ისტორია შეიძლება ითქვას ტრიალებს აი სრუტეების გარშემო. და მერეც რაღაც დონეზე მერე კიდე შედარებით ეს სიტუაცია დარბილდა, იმიტომ რომ თურქეთი მიიღეს ნატოში და ეხლა ნატოზე თავდასხმა პრაქტიკულად რა თქმა უნდა გამორიცხული იყო 50-იან წლებში თურქეთი რომ მიიღეს ნატოში ეს გამოირიცხა. თუმცა მანამდე იყო ამ რაღაცის შანსი. სტალინს ჰქონდა მცდელობები სრუტეების ხელში ჩაგდების არაერთი პირველი ძალიან სერიოზული იყო 1940 წელს ის მას შემდეგ რაც მოხდა მოლოტოვ-რიბენტროპის გარიგება მოსკოვში და გაიყვეს აღმოსავლეთ ევროპაში რაღაც ტერიტორიები, ბალტიისპირეთი, პოლონეთის ნაწილი წაიღო რუსეთმა, საბჭოთა კავშირმა, ასევე წაიღო მაშინ საბჭოთა კავშირმა დღევანდელი მოლდოვა, მთელი მოლდოვა მაშინ არ წაუღიან, მოლდოვას შექმნის ისტორია ძალიან საინტერესოა. ჩამოაჭრეს ბესარაბია, იმას რუმინეთს, მიუერთეს პრიდნისტროვიე, რომელიც იყო უკრაინის ნაწილი, ერთმანეთს მიაწეპეს და არქვეს მოლდოვას რესპუბლიკა, თორე ისტორიული მოლდოვა დღევანდელი რუმინეთია. დღევანდელი რუმინეთი ეს არის მოლდოვა, ვალახია და ისა ტრანსილვანია, ვამპირების სამშობლო, ხო? ხო და 1940 წლის ბოლოსკენ ჯერ კიდევ ჰიტლერს გააწყვეტილი არ აქვს თავდასხმა საბჭოთა კავშირზე. პირიქით ფიქრობს, რომ იქნებ მოკავშირეები გახვდეთ. ამ დროს მას უკვე აქვს ომი ინგლისთან ომის სხვა შორის მაინდა-მაინც არ უნდოდა, მაგრამ ჩერჩილი არ დანებდა არაფრით, არ მიიღო მისი პირობები. და ამ დროს გერმანიამ გააფორმა ეგრეთ წოდებული სამხრივი პაქტი. სამხრივ პაქტში არიან ეს სამი ესე ვთქვათ, როგორც ეძახიან დღეს ბოროტების სახელმწიფო, ჰიტლერის გერმანია, მაშინდელი იაპონიის იმპერია, მილიტარისტური და დუჩეს მუსოლინის იტალია. და მოლოტოვის საგარეო მინისტრი ჩადის ბერლინში, ზარზეიმით ხვდებიან, დიდი სამით, ჰიტლერიც ხვდება მას პირადად რამდენჯერმე და საუბარი მიდის იმაზე, რომ იქნებ საბჭოთა კავშირი შეუერთდეს სამხრივ პაქტს და 4 გავხდეთ უკვე, 4 პაქტი იყოს რა, 4 დიდი სერიოზული მონსტრი ვიყოთ ერთად. და მოლოტოვი პრინციპულად ვარს არ ეუბნება რანაირად, რომ შეუერთეს ამ სამხრივ პაქტს. ეუბნება რომ მე ჩავალ, დავალაპარაკები ჩემს უფროს, ხაზეინს, ანუ სტალინს და ჩვენ მოგწერთ ჩვენს პირობებს, რა პირობებითაც ჩვენ შემოვალთ სამხრივ პაქტში. ბრუნდება მოლოტოვი უკან და მე მიდის სტალინის პირობები მიდის ჰიტლერთან და პირდაპირ წერია სრუტეები შავი თეთრზე. ჩვენ გვიდა იქ სამხედრო ბაზა სრუტეებში. ეს არის ჩვენი მთავარი პირობა, ამ პირობით შემოვალთ სამხრივ პაქტში. აი ამ პირობების მიღების შემდეგ ჰიტლერი საბოლოოდ იღებს გადაწყვეტილებას, რომ დაესხას თავს საბჭოთა კავშირს. თორე ის ხდება, რომ მოკლედ ამის გაკონტროლება რუსეთს ხდის პრაქტიკულად მოუწყვლად. და არა მხოლოდ და ძალიან საინტერესო ერთი მომენტი, გერმანიას აქვს ნედლეულის შიმშილი. და ეს ნედლეული შიმშილი განსაკუთრებით მტკივნეულია ომის დროს. ნავთობის არ ქონდა თავისი. თავი დაუნება სხვა რაღაცებს, ხო ეხლა. უამრავი რაღაც ჭირდება შენ ომის დროს, უამრავი ნედლეული. მარგანეცი, რა ვიცი, ვოლფრამი, ალუმინი, რკინა და 1000 რაღაც ჭირდება და ყველაზე უფრო უჭირდა ამ ხრივ გერმანიას, ნედლეულის ხრივ. და ნავთობის მისი მთავარი მაშინ, ესე ვთქვათ, მიმწოდებელი მისთვის იყო რუმინეთი, იქიდან იღებდა ნავთობს. მეორე მთავარი მიმწოდებელი ნავთობის უკვე იმ პერიოდში მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის გაფორმების შემდეგ იყო საბჭოთა კავშირი, ბაქო. ეხლა რა გამოდის? შენ დამოკიდებულება რუმინეთზე და მოსკოვზე, ხო? ბაქოზე მოსკოვის გავლით. და თუ შენ უცებ საბჭოთა კავშირი ჩაგიდგამს ბაზას სრუტეებში იქ ბულგარეთთან იქვე, ეს რას ნიშნავს? რომ რამე რო იყო შეუძლია დაგიბომბოს ისიც რუმინეთის ნავთობის საბადოების. ბაქო ისაც მისია და თან ხელმი მარშრუტს თვითონ აკონტროლებს და რუმინეთსაც ადვილად კი, არა მხოლოდ ის მოითხოვა სტალინმა როგორც ასეთი სრუტები ბულგარეთის მოითხოვა პლუს ამას. ხა ბულგარეთი თუ მისი იქნება, იქვე რუმინეთია, იქვე რუმინული ნავთობის საბადოებია, საიდანაც ვიღებ ნავთობს და ბაქოდანაც ვიღებ და რა გამოდის მის ხელში ვარ თავიდან ბოლომდე. აი ეს ვერ გათვალა როგორც ჩანს სტალინმა, რომ ძალიან ბევრი მოითხოვა და რეალურად შეაშინა. ის შეაშინა ძალიან სერიოზულად. იმას ჰიტლერს გულისხმობს ხადე ხა ისეაც არ ხატებოდა გულზე არასოდეს საბჭოთა იდეოლოგია მარქსიზმი და ეს პასუხი რომ მიიღო მე საერთოდ დამთავრდა ამით მათ შორის ურთიერთობა აღარც უპასუხა საერთოდ სტალინს ამ მოთხოვნებზე და რამდენიმე თვეში როგორც ცნობილია დაიწყო ის ომი საიზღარი გერმანია გადმოვიდა ჩვენ საზღვრებზე როცა შენ თქვი რომ პირველი მსოფლიო ომის
დროს ყველაზე ახლოს იყვნენ, იმიტომ რომ პრაქტიკულად თანხმობა მიიღეს, რომ წაიღეს სრუტეები. მაგრამ აი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა ბულგარეთიც სტალინის არის, რუმინეთიც, ყველაფერი აღმოსავლეთი ევროპა მთლიანი. რა გადარჩა, ხო? და აი ამ დროს რა უშლის ხელს მისი სურვილის რეალიზებას, რომ წაიღოს კონსტანტინოპოლი. ხო, ცოტა შორიდან დავიწყებ. 25 წლის წინ მათ ჩვენეს საინტერესო წიგნი რუსულ-თურქული სასაუბრო გონი 46 წელს გამოცემული და ეს სასაუბრო იყო ძირითადად ისეთი ფრაზები, ომში რო იყენებენ, ხელები მაღლა, სად არის შენი შტაბი და ასე შემდეგ მსგავსი ფრაზები იყო. ანუ მზადდებოდა როგორც ჩანს ომი, ან სულ ცოტა იყო ზეწოლა თურქეთზე რომ გამოეტყუებიათ ესე ვთქვათ, მიეღწია თურქეთისგან მიეღწია სტალინის თურქეთისგან რაღაც დათმობებს, სრუტეების კონტროლი თუ არა, ახალი რეჟიმი მაინც სრუტეებში მოძრაობის, მაგრამ ამას შეუშალა ხელი იმან რომ ამერიკას ჰქონდა ბირთვული მონოპოლია და ამდენი უკვე ვეღარ შეძლო სტალინმა ცხადია, თორე იმ პერიოდში პლუს ამას იბეჭდებოდა პრესაში სამეცნიერო სტატიები ისტორიკოსების, რომლებიც ამტკიცებდნენ სომეხი და ქართული ისტორიკოსების, რომ ეს და ეს თურქული ტერიტორია სიამდვილეში სომხური ტერიტორია, ეს და ეს სიამდვილეში ქართული ტერიტორია, ანუ მზადდებოდა ნიადაგი მაქსიმალურად ზეწოლა მიდიოდა თურქეთზე. ნიადაგი მზადდებოდა, მაგრამ იყო თუ არა რაღაც მოძრაობები, ანუ სტალინის აპრიორი იგრძნო და გაჩერდა. თუ მაინც რაღაც მოძრაობა გააკეთა ამერიკელებმა. იყო, მაგრამ მალე დასრულდა, იმიტომ რომ დაინახა რომ იქით ძალა იყო და ამერიკელებს არესიამურად მოყვა ამას მე პირდაპირ ტრუმენის დოქტრინა, რომელიც ამბობდა რომ ჩვენ დავეხმარებით თურქეთს და საბერძნეთს და ანუ გააცხადეს. კი, პირდაპირ გააცხადა იყო ამერიკის მხრიდან რომ დავეხმარებით თურქეთს საბერძნეთს და მორჩა დამთავრდა ყველაფერი, იმას ბირთვული იერარქიაში არ გაქვს. ბირთვული იერარქია შექმნეს რუსებმა. ცოტა უფრო გვიან რუსებმა რა ბერიას ხელმძღვანელობით იყო ეს პროექტი. ბერია სანამ არ ჩააბარეს ეს პროექტი არ დაიწყო. აი 2-3 წლიან ფანჯარამ პრაქტიკულად ეს საკითხი დახვდა. კი და მე მალე თურქეთი მიიღეს ნატოში. საინტერესო რა არის, როგორც კი შეიქმნა ბირთვული იერარქია საბჭოთა კავშირში, მე იწყება ომი კორეაში. ჩრდილო კორეა ესმის თავს სამხრეთ კორეას. ეს ომი ესე მარტივად ალბათ არ დაიწყებოდა, რომ არა ის ფაქტი რომ უკვე თავის ბირთვული იერარქია გააჩნია მოსკოვსაც. ამ ომში თურქები გზავნიან ჯარს, რომ თავი მოაწონონ ამერიკას. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რის წყალობითაც მე თურქეთი შედის ნატოში, რომ ამერიკელი ომბერო ახ ნახე ძმაო, იომე ჩვენ გვერდით არიან. ჩვენ დავდიოდით ავღანეთში. დავდიოდით ავღანეთში კი. ოღონ არა მარტო ეხა, ადრეს დავდიოდით ავღანეთში, იმიტომ რომ ერახშიც ვიყავით. ხო, გეკუთვნის. ხო, ანუ თავის გამოჩენ თუ გინდა შეხვიდე, თავინე გამოიჩინო სადღაც. თურქეთმა გამოიჩინა თავი და ნუ განსხვავებით ჩვენგან, ეხა თურქეთის ტერიტორიაზე რუსული ჯარი არ ედგა და ისინი მარტივად მიიღეს ნატოში და ჩვენ ტერიტორიაზე დიდი ხანი რუსული ჯარი დგას. რუსეთის ხედვა რომ ნატო ძირითადად, იმიტომ მის შესაკავებლად არსებობს, ეს ჯერ კიდევ პირველი ამის მაგალითი თურქეთია და თურქეთის მიღება, ხო? რა თქმა უნდა, უყურე, როცა ნატო იქნება, თავიდან იქნება ამერიკა და ეს არის ამერიკა და ევროპული სახელმწიფოები, მერე მთავარი გაფართოება არის თურქეთი და დასავლეთ გერმანია. ძალიან მნიშვნელოვანი დასავლეთ გერმანიის შეყვანაც ეს კიდე სერიოზული დარტყმა აცხადია რუსეთს, იმიტომ რომ რუსეთი ჯერ კიდევ მაშინ ეშინია გერმანიის ძალიან სერიოზულად. როცა გერმანიას იღებენ ნატოში, კიდევ უფრო მეტად ეშინია, იმიტომ რომ ნატოში გერმანიის დასავლეთ გერმანიის მიღება ნიშნავს რას, რომ დასავლეთ გერმანია უფრო მეტად ექცევა ამერიკის გავლენის ქვეშ და პლუს ამას დასავლეთ გერმანიის ნატოში მიღებას გაცხადებული მიზანი ჰქონდა პირდაპირ ნათქვამი იყო, რომ ევროპაში ნატოს ძლიერი ჯარები არ ყავდა, იგულისხმება ჩვეულებრივი შეერაღებული ძალები, არაბირთვული. და რუსებს რომ დაესწვინათ, იმდენი ტანკი იყავდათ, რომ ლამანში გავიდუნებათ 3 კვირაში. და ამერიკელებმა თქვეს, რომ ერთ-ერთი ვარიანტი რომ შექმნათ ჩვენ ევროპაში რაღაცა შემაკავებელი რუსების ჯარი არის ის, რომ გერმანია მივიღოთ ნატოში და გერმანიას მივცეთ უფლება რომ ჯარი ყავდეს, ოღონდ ჯარი უნდა დაეკომდებაროს ნატოს. და ამ მიზნით მოხდა სწორედ გერმანიის ნატოში მიღება. ცხადია ხა რუსებს არ გაუხარდათ გერმანიის ხელახალი შეიარაღება არანაირად. ეს იყო. ნატო ამიტომაც ნატოს ეს ორი გაფართოება თურქეთი და გერმანია იყო უმნიშვნელოვანესი. აი ამ გაგებით სწორედ. პირველი სრუტეების ჩაკეტვა, იმიტომ რომ სრუტეები უკვე თურქეთის ხელში, ანუ ნატოს ხელშია და მეორე გერმანია მთელი ამ ხელა თავისი ცოცხალი ძალით და ეკონომიკით შევიდა ნატოში. ხო, ნუ შემდეგ ნატოს უკვე მოგვიანებით ექსპანსია და უკვე რა ზღვრამდე მივიდა ეს რუსეთთან, ეს ალბათ სხვა საკითხი, სხვა თემაა, მაგრამ როცა სრუტეებზე ვლაპარაკობთ, ძირითადად იგულისხმება ბოსფორე და დარდანელი. თუმცა რა კი სრუტეებს შევეხეთ ზოგადად, რუსეთს ჩრდილოეთში აქვს გასასვლელი სრუტეები. აი, იგივე ალიასკის მიყიდვა, რატო იყო, როდესაც მეორე მხარე, გამავალი სრუტის მეორე მხარე მათ დათმეს. ნუ ეს ვერ აკონტროლებენ ელემენტარულად. ამას არ აქვს ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობა, როგორც ცხადია, ხა საიდან როცა შენ რო დაარტყა იქიდან რუსეთს, სანამ მიაღწევ ხა ცენტრამდე, ხო, ციმბირი უნდა გაიარო, ვინაც ციმბირის გამბელი, მაშინ
რკინიგზა კი რა გზაც არ იყო რაფერი დასავლეთ გაკეთებული. რუსეთი ვერ გაიარა. მით ხო ზუსტად ნაპოლეონმა და რკინი თან ეხა თემა რა იყო? ამ პერიოდში რუსეთს ეშინია ძალიან, რუსეთის მთავარი მოწინააღმდეგე ამ პერიოდში არის ინგლისი. და ეშინიათ რუსებს რომ კანადის გავლით იქნებ ინგლისმა დაარტყას ამ ალიასკას და წაართვას და რატომა წაართვას მოდი მივყიდი მე ალიასკას ინგლისის კონკურენტს ამერიკას. მიყიდეს ამერიკას რო იტყვი ჩალის ფასად. ამ შემთხვევაში უკვე რუსეთის ინტერესით მოხდა ამერიკაზე გადაცემა. ჩალის ფასად დაუთმეს, მართლა რაფერი არ იყო ის ფული, პუტინმა ამასიან გადაიყვანა ის ფული დღევანდელ კურსში, რაღაც სააცილო თანხა ძალიან, მე ეს თანხა გადაიყვანა მე გრენლანდიის ფასი ჩამოაყალიბა, გასაგები იხუმრა თავის შავი იუმორით, ხო? მის მოიშორეს თავიდან რეალურად, რა რეალურად და მისეს ამერიკას, რომ ინგლისს არ ჩაიგდო ხელში. საბოლოო ჯამშებად ეს იყო. ხო. მოკლედ ეს ისტორია ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ჩვენ გვაჩვენებს დიდ თავარ დაპირისპირებას და რუსეთის ინტერესს შეინარჩუნოს თავისი უსაფრთხოება, მაგრამ აქამდე სანამ მიაღწია ამის რეალიზების ფაზაში, ჩვენ რო ისევ ისტორიის იმ არხში დავბრუნდეთ, თავარი თემა არის ყირიმის ომი, რომელიც შეიქმნა იმისათვის, რომ რუსეთი მოკლედ არ გაძლიერებულიყო, ეს ფაქტორი წარმოიშვა და ეს არის ძალიან დიდი თავიდან ნაწილი, რომელზეც უკვე შემდეგ ეპიზოდში ყირიმის ომით მე გავბედა და ვიტყვი, რომ იწყება ყველაზე უფრო საინტერესო პერიოდი დიპლომატიის ისტორიაში. აქამდეც არ იყო ინტერესო, ხა ბოლოს ტალეირანი და მეტერნიხი ვყავს, მაგრამ ნუ მე ხდება იტალიის გაერთიანება, გერმანიის გაერთიანება და აი ეს საოცარი პროცესებია, რომელიც წესით არ უნდა მოხდარიყო, ვერ უნდა მოხდარიყო, მაგრამ მოხდა მაინც. ეს მოახდინა ყირიმის ომმა, რომლის შესახებაც შემდეგ ეპიზოდში მოგითხრობთ.